ქართული ოცნების გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტის შესახებ ისევ პოლიტიკური შეფასებების, ურთიერთბრალდებების და დაპირისპირების თემაა. ოპოზიციის განცხადებით მმართველი გუნდის ეს ნაბიჯი ქვეყანას იზოლაციაში მოაქცევს. მათივე განმარტებით მნიშვნელოვანი იყო საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ქართულ დელეგაციას უფლებამოსილება აპრილამდე დათქმებით გაუგრძელდა და მოიცავდა ახალი არჩევნების საჭიროების ჩატარებას. მმართველი გუნდის განცხადებით კი ამ პირობებით მუშაობის გაგრძელება შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა ამ ვითარებაშიც საქართველოს ევროსაბჭოს საქმიანი თანამშრომლობა შეუფერხებლად გაგრძელდება. ოცნება თავის ამ დემარშით აგზავნის მკაფიო სიგნალს ქვეყნის შიგნითაც, ქვეყნის გარეთაც, რომ ქართული ოცნების რეჟიმს არ სურს თანამშრომლობა, ფორმალური თანამშრომლობაც კი ევროკავშირთან და ასევე ჩვენს დასავლელ მეგობრებში, დასავლელ პარტნიორებში თუ კი იყო ვინმე ასეთი და იყვნენ, ვისაც სჯეროდა, რომ ქართულ ოცნებასთან შესაძლებელია კიდევ რაღაც სახის თანამშრომლობა, კიდევ შესაძლებელია, რომ ისინი მოუბრუნდნენ ევროკავშირს და ასე შემდეგ, მათთვისაც ძალიან გასაგებია, რომ ქართული ოცნება ეს არის ძალა, რომელიც არ არის განწყობილი თანამშრომლობისგან. მათი მხრიდან ეს ნაბიჯი არის საქართველოს მრავალი თაობის მონაპოვარის წყალში ჩაყრის მცდელობა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ქართულ ოცნებას მისცა ამ რეზოლუციით შანსი, რომ დაბრუნებულიყო დემოკრატიულ რელსებზე და მათ მიეცათ იმის შანსი, რომ გამოესწორებინათ ყველა ეს დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს. მათ ჯერჯერობით ამის მიმართ არ გამოუხატიათ კეთილი ნება, პირიქით გაჯიუტდნენ და გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებულია 46 სახელმწიფო. შესაბამისად ეს რეზოლუცია არის ობიექტურად შედგენილი. უკრაინის ხელისუფლება მისი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით და შესაბამისად მისი დელეგაცია ევროსაბჭოში იბრძვის ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არაერთხელ გაუკეთებიათ და ის სხვათა შორის, რასაც ამბობდნენ, მათ შორის კონჩარენკო, არისტოვიჩი, ზელენსკი, რომ გაისეინეთ ახლა აფხაზეთში და ამას აყვნენ მე აქაური აგენტურა ქართული, რომ სიცხვილეა ახლა რომ ჩვენ არ ვიბრძოლოთ და არ გამოვიყენოთ ეს შანსი, ახლა უკვე რიტორიკა შეცვალეს და ჩვენ ნახეთ 2 დღის წინანდელი დაახლოებით ზელენსკის განცხადება, რომ თურმე ომით კი არა, დიპლომატიური გზებით უნდა დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები. გამარჯობათ. ამას ჩვენ ვამბობდით წლების განმავლობაში, როცა თქვენ სამწუხაროდ თქვენივე სახელმწიფოში ესეთი პროცესები წარმართეთ და ეს არ გეყოთ და ეხლა ქართული სახელმწიფოს განადგურება გინდოდათ და მეორე ფრონტი გინდოდათ ქვეყანაში. ამას არქივი ინახავს და არქივიც არ ჭირდება, მეხსიერება კარგია ქართულ საზოგადოებას, მათ შორის იმისთვის, რომ პასუხი აგონ აქაურმა აგენტურამაც, რომელსაც აუცილებლად მოუწევს პასუხისგება და ამას აგრძელებენ სამწუხაროდ იგივე უკრაინის წარმომადგენლობა ქართულ აგენტურასთან ერთად, იგივე ევროსაბჭოში და ეს იყო ზუსტად მამოძრავებელი მიზანი, ამათ ერთი პატრონი ყავთ, Deep State-ის იგივე გლობალური ომის პარტიის სახით. ერთის მხრივ აღიარეს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე განისაზღვრა კვოტები ოპოზიციისთვისაც, ხელისუფლებისთვისაც, იქვე იყვნენ პარლამენტის ის წევრები, რომლებიც არ წარმოადგენდნენ ოპოზიციას, გულისხმობ 4 პარტიამ, რომელმაც არა მხოლოდ წერილი გააგზავნა, არამედ თვითონაც იყვნენ ჩასულები იმისაც, რომ არ ეღიარებინათ დელეგაცია, თუმცა ეს ნაწილი რა თქმა უნდა არ და ვერ მოგვარდა, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ეს იყო უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნში და საქმეებში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვიდრე ეს დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისადმი არ შეიძლება და იმით ვიტოვეთ, რომ ეს მალე შეიძლება ჩვენ წყვეთ მუშაობას დროებით საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა რა თქმა უნდა სახელმწიფო რჩება ევროსაბჭოს წევრად ვაგრძელებთ ყველა სხვა ფორმატში თანამშრომლობას. პოზიცია უკრაინის დელეგაციასთან ერთად იყო თანაავტორი სრულიად სამარცხინო და უსამართლო რეზოლუციისა, რომელიც იცით თქვენ რომ 114 ხმით გავიდა, რომ ფაქტობრივად ერთმა მესამედმა მიცა ამ გადაწყვეტილებას ხმა, რაც არის აპირობდენი სახელმწიფოები და პოლიტიკოსები, რომლებიც ისედაც მოიაზრებიან საქართველოს მტრებად და ნაციონალურ მოძრაობის მეგობრებად.